ჩვენი სტუმრები არიან, მოკლედ, მაქს მაჩაიძე და ქეუ მეფარიშვილი, ანკა ბოჭორიშვილი და ნინკა ხანტრავა. ხო, სწორად? ხანტრავა. და ერთად ესენი არიან Stupid Kids Factory, ხო? აჰა. და დავიწყოთ ბოლო გამოფენით, რომელზეც სამწუხაროდ ვერ მოვედი. მე და ყველა მითხრა, რომ ძალიან მაგარი იყო. ხო, მე მგონი, მე არ მახსოვს წესი არა. მაგრამ მეც მითხრეს, ძალიან მაგარი იყო და მე მგონი კაი იყო. ოღონდ უცებ გაკეთებული იყო, ვიდრე წინა. მაგრამ მაინც ისეთი გამოვიდა. ეს თქვენი პირველი ჯგუფური გამოფენა იყო? არა, მეორე. პირველი გავაკეთეთ, მე მგონი შარშა. დავიწყოთ საერთოდ რა არის ეს ქარხანა, ასე ვთქვათ, რომ გადმოვთარგმნოთ ქართულად. რატომ Stupid Kids Factory და ვინ ხართ თქვენ? მე მგონი პროტოტიპები ვართ, რომლებიც შემთხვევით ეს ერთ საღამოს ვსვავდით მზიურში. ის მე ხო ისე არ გასულ. რა ვაფშე არა. მზიურში ვსვავდით ერთად. აი, შენ და კეუ მანამდე ვნახეთ ერთმანეთს და კაროჩე. მაგრამ მზიურში ესე შევიკრიბეთ შემთხვევით ყველანი ერთად და მის მერე ხო ის დღე არ გასულა ეს სულ ერთად ვართ. ხო და მე სხვა არაფერი არ გვეკეთებია თან. ეს ყოველ დღე იგივე ხდებოდა და მე გავხდით ხო, მაგრამ ნუ მის დაკართობის გარდა კიდევ ესე იგი რაღაცებს აკეთებთ, ხო? იმიტომ რომ მე გამოფენებს აწყობთ და აკეთებთ მაგის გარდა. მოდი ვის რა, ანუ მე გოგოები მხატვრები არიან, ვიდეოებს აკეთებენ. მე გამოფენით კადრებს ხედავ. სურათები, ეს სურათი. ახლა ხო, აი თან ჩვენ გამოფენა შეგვიძლია თვალი მივატევნოთ და თან მოგვიყვეთ კომენტარები გააკეთოთ. მაგრამ რაც აი ეს ვერ მე. ამოიცანი საკუთარი თავი. ჩემი კლასელი. მე ხატავ და ესენი იღებენ სურათს. და მაქსი აკეთებს ყველაფერს. მე ესა რა ქვია. დრამე აერთიანებდა და ამ გამოფენას რაიმე თემა ამ ფოტოებს. ზაფხული რომელიც ერთად გავატარეთ. ხო, summer leftovers რა. ანუ ეს იყო ეგ პროსტა ზაფხული იყო რომელიც ერთად გავატარეთ და რაც ზაფხულში გავაკეთეთ ყველაფერი ასე ალაგ-ალაგ ჩამოვკიდეთ White Cube-ში რა. მარტივი ეს იყო რა ქვია. კონცეფცია. არანაირი დიდი ის გარეშე background-ის. რამდენი ნამუშევარი იყო? ჩემი 26 სურათი იყო მაგალითად. ჩემიც ბევრი. ამ ფოტოებისთან აი რატო შეუძლიათ სადმე? კი, არის Tumblr, ჩვენი page-იც არის Facebook-ზე. და იქიდან გადადიხართ ცალ-ცალკე page-ებზე Tumblr-ის. და საინტერესოა რომ ამ თქვენ ფაბრიკაში ასე ვთქვათ, ესე იგი მხატვრები, ფოტოგრაფები, მუსიკოსები გაერთიანებულები. და აი რა არის ის თავარი თემები, რაც გაერთიანებთ? რაზე ლაპარაკობთ თქვენ ყველანი ერთად? აუ, იცი როგორი რაღაც არის პროსტა, აი წარმოვიდგინე მეგობრების წრე ვართ. პროსტა ამ მეგობრების წრეს ავიღეთ და დავარქვით სახელი. და რაღაცას რო ვაკეთებთ, ვაჩვენებთ სხვებსაც, თორემ მეტი მე მგონი არანაირი ზუსტად იგივენაირი. არა, ხშირად არის მეგობრების წრე, მაგრამ შეიძლება ერთ ენაზე არ ლაპარაკობენ და ერთი ასე ვთქვათ, ინტერესი არ აქვთ, ვითომეტეს ხელოვნებას რაც შეეხება, იქ ვერ თანხმდებიან და ამ შემთხვევაში მე მგონი ერთად ხო, არა, მე მგონი ვაფშე ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და ყველაფერს ერთმანეთისზე გავლენთ და თუ გავლენთ და მოდი ასე ცალკე აკეთებ იმაზეც ვთქვათ. და არა მარტო ცალკე, კიდევ ერთ ჯგუფთან ერთად ხარ, კუნფუ ჯგუფთან ერთად. და ვისაც არ აქვს, ვთქვათ, მოსმენელი მაქსი და სხვათა შორის დღეს გადაცემის ბოლოს მაქსის ახალი კლიპის პრემიერა, ისეთი სიტყვა უკვე ნახავ ძალიან მე აღარ არის. ხო, აღარ არის, მაგრამ ჩვენ გადაცემაში იქნება პრემიერა. და არის გადასარევი კლიპი, მოკლედ ნახავთ თქვენ თვითონ. მანამდე აი რომ მოგვიყვე კუნფუ მე არ ვიცი უბრალოდ რასაკეთებდნენ მე გაგიცანი კუნფუდან. ხო. კუნფუ კიდე ცალკე ტიპია ვაფშე და ცალკე ხო იცი SKF-ი ცალკე ტიპია ვაფშე კიდე ცალკე კუნფუა რა. აი ორივე ისა მაგ KFJ და SKF-ი რა. ხო და არ ვიცი მე თვითონ ვაკეთებ ჩისტა ისეთ ჰიპ-ჰოპს. არ ვიცი ვაფშე მე არ ვარქმევ ხოლმე სახელებს არაფერს, მაგრამ რახან რეჩიტატივია და ბიტია ჰიპ-ჰოპია მაინც რა. იმიტომ რომ რასაც უსმენ ეგ არის, ხო იცი 24 საათი მე მგონი მარტო ჰიპ-ჰოპს უსმენ ბოლო დროს რა და მე თვითონაც ვაკეთებ მაგას. და ვისაც არ მოусმენთ, ძალიან ბევრი დაკარგა და აუცილებლად მოსმენოს, იმიტომ რომ აი ამის მოსმენა ნამდვილად
მე ვიცნობ ძალიან ბევრი ისეთ ასაკ ხანში შესულა და ვინც მაქსით დაიწყო იმის ჰიპ-ჰოპის მოსმენა და გაჯიჟებულია და დადის და მაქსით დაიწყო ერთმა კაცმა მაინც ჰიპ-ჰოპის მოსმენა, ესე იგი mission accomplished. მოდით გოგოებსაც ვკითხოთ, მაინც კონკრეტულად ვინ რა საქმიანობასაც სწავლობთ, არ ვიცი. მოგვიყევით თქვენ თავზე. ცოტა. მე ვხატავ და ვსწავლ წელს ჩავაბარე სამხატვროში. მე თეატრალში ვარ. და ვიღებ სურათს, მაგრამ არ მომწონს თეატრალური არც მე არ მომწონს. მე ვიღებ და ვსწავლობ ბილიაში. და მოგწონს? არც ის. არ მომწონს, სადაც სწავლობ. მაგრამ სწავლობ არსად და ძალიან მომწონს. კარგი, ხო რა აპირებთ კიდევ? ესეთი გამოფენის მოწყობას, იმიტომ გამოფენის მოწყობას, მე მგონი გამოფენების მოწყობას ვაპირებთ. გამოფენების მოწყობები. მე გამართული ქართულით დავით. გამის თუ აკეთებთ. ეხლა მე მგონი რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ გამოფენას მე მგონი ჯერ არა, უფრო ესეთ პატარა. ახალი წლის მერე ალბათ. რა პროექტი გვაქვს უკვე, ანუ რაზეც უნდა ვიმუშაოთ რა, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, მომფიქრებული გვაქვს. კაი, კიდე თქვენ ერთ გატაცებას შევეხოთ, რომელიც ასევე ვიცი რომ გაერთიანებთ, ეს არის სკეიტბორდი. ხო. მე ვკატაობ ერთი 6 წელია. ალბათ. და მე დავაწყებინე ყველას გატაობა და გამოვიწერე დაფები. არა, დაფები არ გამომიწერია, დაფები მე თვითონ გავაკეთე. მაქსის კლიპიდან არის ესეც. და დაფებს ჭრიხელი, თან ახლა ნამძინარები ვარ, ნახევარ სიზმარში ვარ, რასაც გიყვები, ეს ვიზუალი მაქვს. ხო და ეს ყველაფერი მართლა სიზმარს გავს. ხო. ეს კლიპი ჩვენ სიზმარში ვცხოვრობთ ვაფშე. ეს არის საბასი და ჩემი. ბოლოს რასაც ჩვენ ვჩვენებთ, ისიც საბასია. საბაც მიქსერში მუშაობს. და სად ეს არის გლდანის ზემოთ. სხვა ჭამის გზაზე. ეს არის თამუნა ქარუმიძეს ტანსაცმელი, პახედო. ამ კლიპშიც და მანქანაში რომელი კლიპიც არის, ორივეში არის თამუნა ქარუმიძეს ტანსაცმელი. აღარ სუ არა. ეს სპეციალურად ამ ვიდეოსთვის შექმნა? არა. ხო და კაროჩე, ეს დაფებიც ჩემი გაკეთებულია. იმიტომ რომ არ იყიდება თბილისში დაფები. ხო ეს მაგიტო ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს. თბილისში რამე თუ არ არის, მე ვაკეთებ მეტი. და ძირითადად მიწევს რომ ყველაფერი მე. ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოგიწევს მაშინ. კი, ყველა ძალიან ბევრი რამის აკეთებს. ხო. მაისურებიდან დაწყებული, რითი დამთავრებული თქვენ. აი სკეიტბორდებით. სკეიტბორდებით დამთავრებული. იცი რა მაინტერესებს, თქვენ რამე სუბკულტურად მოიაზრებთ თქვენ თავს თუ არა? არა. მგონი კაცრად. რატო არა საქართველოს პირობებში მე მგონი ხო რაღაც ისეთი გამორჩეული. სუბკულტურად მაინც აეგრე ხო, მაგრამ მე მგონი სუბკულტურა მაინც არ ვარ. საკუთარი SKF-ი არ შეიძლება სუბკულტურა იყოს. ახალი რაღაც. იყოს SKF-ი სუბკულტურა, მაგრამ ხო იცი სუბკულტურები ძალიან შტამპია რაღაც რა. ეს არის რაღაც ცოტა ისეთი. ანუ დღეს ყველა ცდილობს რომ რაღაც იარლიყი მოგაწებოს რა. თავარია ამას გაიქცე, რომ აი შენ ეს ხარ, შენ პანკი ხარ, შენ რაღაც მეტალისტი ხარ, შენ პოლიტიკოსი ხარ. ეგრე ალბათ ყველა სუბკულტურას მივეკუთვნებით, აი ეგრე ვიღაც. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრის გავლენა დღეს შეუძლებელია, რომ აი ეს მარტო იყო რაღაც ერთი სუბკულტურის წარმოადგენელი, ესე იგი ჩაიკეტე. დღემდე ყველას როკ-ენ-როლში კი ვგონია. რატო უკრავდე მაგასაც მე არ ვიცი, მე არა ყური როკელის ვიცი. ბილში მაგ შემთხვევაში ხო, ნუ ესე თუ დავყოთ მეტალისტი რაღაც აქეთ ცოტა ჰიპსტერული ის არის. ჰიპსტერი ხარ და მე მეტალისტი რა ტიპი ვარ? მაგარია. მე ვფიქრე ეს სტერეოტიპული შეხედულება, მარტო ვიზუალიდან რო აკეთებენ დასკვნას. და რეალურად ხო არიან მხოლოდ ვიზუალური ტიპები, ანუ მხოლოდ ვიზუალის მეტი რო არაფერი აქვს. დიფერენცირებას არ აკეთებ ხოლმე და ყველა ჰიპებია. საბჭოთა ვიზუალის მეტი არაფერი მაქვს მე მგონი. ქართულმა პანკერმა გააკეთეს ეგ კონცერტი ვიმღეროთ ქართულად.
ანუ წარმოედგინეთ და ნუ რაღაც ტრადიციების დაცვისკენ და იმისკენ მოუწოდებდნენ. აი მხოლოდ ვიზუალური ფორმა, მხოლოდ სტილი როა გამსაზღვრელი, ეს არის ხშირ შემთხვევაში ქართული სუბკულტურა. ხო. მაგარია მე. ეგ ვაფშე ახალი სუბკულტურაა, პანკი ჩოხაში. პანკი ჩოხაში. ზოგადად აი თანამედროვე ქართულ არძერას ფიქრობთ, აი რამდენად ცვლის და რამდენად პასუხობს იმ გარემოს, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. აუ საქართველოს ვაფშე როგორი ქვეყანაა. ანუ და თუ მოიაზრებთ თავს აი ამ კონტექსტში რა. არანაირ კონტექსტში. რასაც აკეთებთ, აი არ ამგონია რომ აი ეს არაა ლოკალური, მე იმიტომ მომწონს თქვათ იგივე. ხო და მე მგონი მუსიკა რო აი არაა ლოკალური. არ მოვიაზრებთ არანაირ კონტექსტში თავს. походу მე მგონი ესე მთლად რო ვთქვათ, რომ ცხოვრობთ ამ ქვეყნის რეალობაში და ქვეყნის ყოველდღიური რუტინით, მე მგონი მოვიტყუები, იმიტომ რომ ვაფშე სულ ვართ რაღაცა სივრცეებში, რომელიც რეალურად რაღაც სივრცეში რო ხარ, არ ცხოვრობ რაღაც ქვეყანაში რა, არ არის აუცილებელი, რომ აი როცა ქვეყანაში ცხოვრობ და უკვე სახეში გვხდება ეს ყოველდღიური რეალობა, მაშინ ცხოვრობ აქ. და აქაური გარემოთი ხარ თუ გინ ინსპირირებული და თუ გინ თელი ნეგატივით ივსები და მიდიხარ ფსკერზე. მაგრამ ჩვენ მე მგონი არ გამოერევით მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ გარეთ ვართ ძირითადად თუსავკის მერე დილის 6 საათზე, ან 7 საათზე რაც ძარიელია ქალაქი და ან ვართ ჩემთან, ან ვართ სადმე, ანუ სულ ვართ სადღაც. ქართულ რეალობას არ ვეხებით. მაინც არ ვცხოვრობთ. ხო, მაგრამ ეს ანუ გამოდის რომ მოწყვეტილია. მე მგონი ილუზიურია და მე მგონი ან როგორც ყველაფერი, მაგრამ დღემდე утоპიაში ვცხოვრობთ, რომელიც კაცმა არ იცის როდის გაქრება რა. მაგრამ მე მგონი ეგრე რო არ იყოს, ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, ბოლოს დავიწყებდით იმაზე პოლიტიკაზე რაღაცების კეთებას, ნუ აბსურდში უნდა გადახვიდე მაშინ რა. რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს ვაფშე რა. და ვაფშე არ მიყვარს ხელოვნება, რომელიც აი ეგეთ რაღაც ყოველდღიურ რაღაც მატერიალურ სამყაროს განიხილავს და თუ გინდ პოლიტიკას. შეიძლება არ განიხილოს, მაგრამ ძალიან ხშირად ზემოქმედებს ხოლმე ხელოვნებაზე და არტზე მიმდინარე მოვლენები, ანუ თუ კი მოწყვეტილი იქნები, ალბათ ცოტა რთული იქნება მე. ხო, აუ არა, ყველაზე კარგია. მე რომ მოწყვეტილი არ ვიყო, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, ალბათ რასაც ვაკეთებ. აი, არ ვიყავი მოწყვეტილი და რაღაც აი ხო ჩავწერეთ სისტემა უნდა დაინგრეს. ეგ ერთი კაი იყო, იმიტომ რომ ხო უკვე სახში შემოვიდა მთელი ესპანეთი რა. ილუზიაშიც რო ვეღარ. ილუზიაშიც რო შემოვიდა, სიზმარშიც რო შემოვიდა. ხო, ცოტა რო იღლები და ტელევიზორი. ისევ ვცდილობ რომ აი მაგ ყველაფრის გარეშე ვიცხოვრო, იმიტომ რომ აბსურდია ეგ ყველაფერი. თან არაფერი არ იცვლება, ხო იცი? ერთი ესე წარმოიდგინე ვიღაცა მთელი წელი რაღაცაზე იშლის ნერვებს და მე კაროჩე გავა ის ერთი წელი და მიხვდება რომ ვაფშე არაფერი არ შეცვლილა. და მაგის ნერვებულმა არაფერი არ შეცვალა და ჯობია რომ არა თავისთვის რაღაც გააკეთო და ეგ შეცვლის ძალიან ბევრს რეალურად რა, იმიტომ რომ როცა არაფერს არ აკეთებ და გაბრაზებული ხარ, მე მგონი არაფერს არ ცვლის. მე მგონი რომ გაბრაზებული არ ხარ. გაბრაზებულები ამ ქალაქში სულ ხარ მე მგონი გაბრაზებული რა, იმიტომ რომ ქალაქში ვერ ცხოვრობ. და ის რასაც აკეთებთ ეს თქვენი გაბრაზების გამო. არა, საერთოდ არა, მაგრამ ეს ეწოლა. გაბრაზება მე მგონი პირდაპირ ბილდ სიტყვაობაში გამოიხატება და მაგით ვიფარგლებით ხოლმე. ეს ძალიან ჩემი მეგობრის ფრაზა რომ ეს არ არის ქალაქი, ეს არის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. ხო. აუ არა. ცოტა პარადოქსია, ხო იცი? თან ქალაქია და ძალიან მაგარი ქალაქია. მე ძალიან მევასება ეს ქალაქი. ხო იცი, იმის განდის სიტყვები არ არის. მე მიყვარს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ მიყვარს თქვენი ქრისტიანები. ზუსტად ეგეთი პონტია. მე მიყვარს თბილისი, მაგრამ არ მიყვარს თბილისი. უკანასკნელი ქრისტიანი ჯვარზე მოკვდაო. კიდე ეს თქვა ნიჩში. კი და ეს დღეს არის მაქსის დაბადების დღე, სად არის კამერა? და ჩვენთან არის სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან მოხვედი სტუმრად საკუთარ დაბადების დღეზე. და ჩვენ რაღაც სანამ შენ კლიპს გავუშვებთ. მოგიმზადეთ. გილოცა? ვა, მადლობა. ვაცრა. მაგარია. ვა, გილოთ არ ჩეკს, ალექს? ვა. ერთი წამი. Max. Μονჩაკ. ჩავა. არა, უცესური და ჩაიფიქრა.
ალექ რა გჭირს ვერანდა სანდელი მოდი უცე ლავანთებ და ეგრევე ჩავაქრე просто მე მგონია არ ეკიდება აი შემანთებული გონი უნდა ჩააქრო ეხლა ხელი დაიწვა კარგი მოკლედ სანთელი არის ისეთი რომ მაქსიმალ უკვე ჩააქრო ვიგური მოკლედ მაქს გილოცავთ კიდევ ერთხელ ახლა კი ვნახოთ კლიპი და ნახვამდის ჩვენ ორშაბათს 12 საათზე დავბრუნდებით ნახვამდის I'm sitting in a taxi, texting the messages, sitting on the back seat, relaxing through the passages, living cycle repeats, rich rolling papers, classic kicks, messy chicks and the freaks. As we drive and the wind blows, looks through the windows. No one could just see those. Nobody picks or takes pics, but the speedos kills pregnant widows. Life slows, time's up. But the rhymes and the riddles, tattoos and the needles. I need those loved ones who needs hoes and the stunt guns. Drugs in my body, thoughts in my messy head. I would give the answers, just nobody's asking that. Blue shoes and a lady hair, dressed like a villain, walk like a stray cat, talk like $1 million in my piggy bank, but no penny left. Well, fuck that. Well, fuck that. As the taxi goes fast lane, rain wetting streets and I forgot my last name. City's new but past game, mind full of stuff, pocket full of good shit. Emptiness is filling up, tired of new shit. So taxi driver asking me just where to go. I tell him where the water won't flow when city lights don't glow. He tells me that he doesn't even know a place like that he has never even heard before. And we go on driving, I don't know when I'll be arriving, loving the soul above and rhyming. Don't know the time and I'm in for saying I'm in, but I live without him in. Always on the wrong place, walking down the pavement. I don't know what they meant, I know what I'm in. Sky's blue and eyes are green. I lose, I win. Messed up, don't know what's the point if I'm not arriving. Clouds are overheaded, I found the life in the overrated movies and the new things from the cold and old night spring. Without the flowers, counting the hours in the showers. I ring, they don't answer, they ring, I'm away. Eyes blink for no reason, taxis on the wrong way. Should I stay, or should I leave the planet? Should I say, or should I live without it? Should I, how many should I's? I'm not born to tote guns, sell drugs and shoot dice. Shooting stars in the shop streets. Nice when they be around, said without them pips. I tell the driver to stop the fucking car. I told him drive slow, but the homie drove far. He tells me, you didn't tell me where to go. I told him that, I told him, but he didn't even know that place. I got out of the car, slow pace, walking, hello me. To tell the streets to swallow me. Streets that never win, God bless silence. If God exists, tell him that I have a talk is first on the list.